ხალხი 4 ოქტომბრის ფართო მასშტაბიანი აქციისთვის ემზადება. ბიძინა ივანიშვილის კი არ სურს, რომ ძალაუფლება დათმოს. სწორედ ამიტომ ირაკლი შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ ახლა ივანიშვილის გუნდში მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარზე მუშაობენ იმისთვის, რომ ძალაუფლებაში დარჩეს ივანიშვილის გუნდი. ამ სცენარებთან დაკავშირებით დღეს ყოფილ მეოცნებებს ვესაუბრეთ. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ბევრი წელი გაატარეს ბიძინა ივანიშვილთან, კარგად იცნობენ მას და იციან მისი პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ რა გართულებს აკეთებს ხალხის მიერ ოლიგარქად გამოცხადებული ივანიშვილი. ყოფილი მეოცნებები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ძალოვანი უწყების წარმომადგენლების იმედად ვეღარ რჩება, რადგან სუსიდან კარგად იცის მან, ძალიან კარგად, რომ განწყობები ძალოვან უწყებაში შეცვლილია. ისინი რა თქმა უნდა ყოველთვის ეცდებიან, რომ ძალით გადატეხონ და ჩაახშონ ყველაფერი. ნაძილების მეტი რა ყავთ, ხო მთელი კრიმინალი და კრიმინალთან თანამშრომლობენ, ხო ფაქტობრივად ხელისუფლება შეძდილია კრიმინალთან. მე არ მგონია, რომ ქართულმა ჯარმა ხალხზე ხელი აწიოს, თუნდაც მათ ესეთი ბრძანება გაიცეს, იმიტომ რომ ჩვენი ჯარი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ნატო სტანდარტით მოქმედებს და მისი განწყობები გასაგებია. ნებისმიერი უკანონო დავალება, რომელიც შეიძლება მიეცეს სამხედრო დანაყოფებს, არის კანონსაწინააღმდეგო და უკანონო დავალების შესრულება იშება. ეს უბრალოდ გაითვალისწინოს ყველამ, ამიტომ ჯართან დაკავშირებით დამოკიდებულება სამხედრო დანაყოფებთან დაკავშირებით არის განსაკუთრებულად დაცული სპეციალური მუხლით. რა ცვლილებები იგეგმება 4 ოქტომბრამდე ქართულ ოცნებაში და როგორ ემზადება ამ დღისთვის და ფართო მასშტაბიანი აქციისთვის ხალხი. მოგიყვებით 8 საათამდე.